მეგობრებო, დღეს საჩხერის აგროკომპლექსიდან მივიღეთ კიდევ ერთი საჩუქარი 200 ფთა კოლხური ხოხობი. დაახლოებით თლიანობაში მთაწმინდაზე გაშვებულია გნოლი, კაკაბი და ხოხობი დაახლოებით 1000-1200 ფთა. ეს უნიკალური შემთხვევა არის და არის დიდებული საქმე ქველმოქმედება ქართულ ფონდის, რომელიც სისტემატურად უკვე ჩართულია ბუნების გამრავლებაში, ენდემური ფრინველების გამრავლებაში და მთლიანობაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით 22000 ფრინველია გაშვებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ თუ აქამდე ჩვენ თვლიდით ამ ფრინველებს, კაკაბს, გნოლს და ხოხობს მოწყვლადად, ეს საშიშროება აღარ ემუქრება. ალბათ ისტორიული მომენტია, როცა ესეთი სიკეთე დაიძრა და მე მიხარია, რომ ძალიან ბევრი კლუბები, საზოგადოება, ხალხი გამოეხმაურა ამ დიდებულ საქმეს. მხარდაჭერა არის დიდი, დაწყებული სამცხე ჯავახეთიდან, კასპი, ქსანი, კახეთში და ყველგან. ვფიქრობ, რომ მეტი და მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. განსაკუთრებით ახალგაზრდობიდან და ალბათ ცოტა ხანში ჩვენ ეს ხოხმები დაახლოებით ერთი თვე უნდა ყვავდეს აქ და მის შემდეგ დაიწყება ბუნებაში გაშვება და მე მიმართავდი ახალგაზრდობას და ალბათ კიდევაც გამოუძებნი სკოლებს, ბავშვებს მიიღონ მონაწილეობა, ნახონ რა ხდება ამ მთაწმინდაზე, რას ნიშნავს ეს ფრინველი, ზოგმა არც იცის რა არის ხოხობი არა, ამას თავის თვალით ნახავს. და კარგია ის, რომ ჩვენმა შედეგმა, ჩვენ რაც გვაქვს აქ დანერგილი აი ამ ვოლიერიდან გაშვება, ეს გაამართლა იდეალურად. გარეთკენ ნახავთ, აი დღეს ვერ ნახავთ, რომ კაკაბი ან ხოხობი არ მოვიდეს ამ ვოლიერთან. ეს მეთოდი არის აკროვირებული, დამტკიცებული ორნიტოლოგებიდან, იმიტომ რომ როცა ბუნებაში გაშვება ხდება გარეული ფრინველის ნებისმიერი, თუ ჩვენ იმას ბრმათ უშვებს პირდაპირ ყუთებიდან, იმათ არ აქვთ ორიენტირი, არ იციან იდენტიფიკაცია არ აქვთ და სად მიდიან ღმერთმა უწყის. ამ შემთხვევაში კიდევ სულ სხვა რამე გამოდის და როგორც პრაქტიკა მაჩვენა, სულ გარშემოტრიალობენ ამ ვოლიერთან ახლოს და ნელა-ნელა გადიან ადაპტაციას, გადადიან და შემდგომ იწყობენ საბუდრებს. სამგებლობა ის, რომ შაშანდელმა და შაშანწინდელმა გაშვებულმა ფრინველებმა მოგცა შედეგი და ცოტა ხნის უკან რამდენიმე ოჯახი შევამჩნიეთ, ჩვენ რა შევამჩნიეთ თვალით, რომ გამოყვანილი ყავდათ ეს უძრულები რა. და ვფიქრობ, რომ ესეთ შედეგიანი გვექნება, იმიტომ რომ ყველა პირობა არსებობს, იკვებებიან შიგნით, გადადიან ხორბალზე, ბუნებრივ საკვებზე ნელა-ნელა, შემდგომ გარეთკენას უკეთებათ ამ საკვებურების სპეციალური და სარწყულები, რომ კარგად დანაყდნენ ჯანმრთელები იყვნენ ფრინველები და მერე თვითონ პოულობენ თავის ადგილს. თვითონ პოულობენ, ჩვენ უკვე ხშირად ვატარებთ მონიტორინგს გარე ტერიტორიებიდან და ხედავთ, რომ მოსახლეობა გნოლსაც, კაკაბსაც და ხოხობსაც სხვადასხვა ადგილებზე ხშირად ნახულობს. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და კიდევ ერთხელ მინდა ამ საქმის ფუძემდებელს, ამ კეთილშობილი საქმის დამაარსებელს და თავის მომხრეს ბატონ ბიზნესს და მის ოჯახს დიდი მადლობა უთხრა.